მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავიღოთ მორიგი თურქული სანადირო თოფი, რომელიც არის SARSILMAZI SA-W700 მოდელი. იარაღი არის ნახევრად ავტომატური, აირებით ტენვადი მექანიზმით აღჭურვილი. იარაღის კალიბრი არის 12-76, ეს ნიშნავს, რომ იარაღი არის მაგნუმი. მისი ლულა არის 71 სანტიმეტრიანი. ლულის შიდა არხი არის 18.4 მმ. ეს ლულა იტესტება 1370 ბარწნევაზე და ეს ლულა აღჭურვილია Beretta Benelli Mobile ტიპის ჩოკებით, რომელიც არის 51 მმ სიგრძეში. იარაღს აქვს ლატუნის შუქშემკრები და იარაღი არის 4+1. დააბრუნებელი ზამბარა, რა თქმა უნდა, იარაღზე მოთავსებული არის წინ მილურჭიძე, ხოლო პორშინი აქვს მას ერთი, განსხვავებით არასაფენო მასგან, რომელსაც აქვს ორი პორშინი. აი ამ კონკრეტულ მოდელზე ერთ პორშინში გაერთიანებულია როგორც დაბალი მუხტის ვაზნების გასროლის შესაძლებლობა, ასევე მაღალი წნევის, ანუ მაგნუმ ვაზნების სროლის შესაძლებლობა, ოღონდ თუ ჩვენ ვისვრით დაბალი მუხტის ვაზნებს დაახლოებით 36 გრამამდე, უნდა გვეყენოს ეს პორშინი ასეთ პოზიციაში, ხოლო თუ ვისვრით ჩვენ მაგნუმ ვაზნებს და მაღალი წნევის ვაზნებს, ეს პორშინი უნდა შევატრიალოთ და ისრით უნდა იყურებოდეს მარჯვენა მხარეს. სულ ეს იყო მეგობრებო, პრინციპში მეტი არც არაფერი არ არის განსახილველი, დანარჩენს უკვე შემოგთავაზებთ საველე პირობებში იარაღის სროლის ვიდეოს. მოკლედ დღეს გვაქვს ესეთი იარაღი, SARSILMAZI SA-700, გაზიტენვადი იარაღი, 12-76 კალიბრი, 71 სანტიმეტრიანი ლულით. ვისვრით საფანს სამიზნეზე მანძილი არის 35 მეტრი, საბიზნის ზომა არის 6 ცალი თაბაკის ფურცელი გადამული. ესე იგი, პირველი სროლა არის 7 ნომერი, 32 გრამი, ჩოკი არის 5 ჭრილიანი იგივე ცილინდრი. პირველი ნასროლი SARSILMAZI-ით 32 გრამი, 7 ნომერი უკონტეინერო ვაზნა ნასროლია ცილინდრით, ლულის სიგრძე 71 სანტიმეტრი. ცილინდრი ვისვრით უკვე ბაშიერის 12 მარცვლიან ფინდის 55 გრამი. ესეც მეორე ნასროლი SARSILMAZI-ით ფინდიხი 12 მარცვლიანი ბაშიერის 45 გრამი. აი ესეთი შედეგი მოგცა აი ამ ვაზნამ ამ იარაღზე ცილინდრით. ესე იგი, SARSILMAZI გვაქვს ისევ, ჩოკი ცილინდრი ვისვრით უკვე ტყვიებს. აი ესეთ SARSILMAZI-ის შედეგი, ვისროლით ტყვია ცილინდრით. სამივე ტყვია მოხვედრილი არის ერთი და იგივე სივრცეში. იდეალურად არის დაჯგუფებული, უბრალოდ ეს უკვე დამიზნების ტექნიკის ამბავია, უმიზნებდი შვაში. ეს არის ჩემი ბრალი, რომ ოდნავ მაღლა წაიღო, თორემ როგორც ასეთი იარაღს აქვს იდეალურად დაჯგუფებული ცალი ტყვიები. აი, მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით 6 სანტიმეტრი დიამეტრში ჩაეტევა მოთავსდება აი ეს სამი ნასროლი ტყვია. ტყვიას ისვრის იდეალურად, ასე რომ ვთქვათ. SARSILMAZI შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ კიქსის
665 ინჩიანი ჩოკი, სამწუხაროდ ამ იარაღზე ქაღლული ჩოკები მეტი არ გვაქვს ამ მომენტში. ვისვრით, ესე იგი კიქსით 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა, იგივე ვაზნა რაც ეხლა მისროლეთ ცილინდრით და ვნახოთ რა სხვაობა იქნება. ესეც სარსილმაზით ნასროლი კიქსის ჩოკით 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა. ჩოკის გამომავალი არხის ზომა არის 0.665 ინჩი. აი იდეალურად არის დაჯგუფებული. ძალიან მაგრად მუშაობს კიქსი, აი სტოგერზეც, ატაზეც და აი სარსილმაზეც მეტი რა უნდა ქნას არ ვიცი. ძალიან კარგი შედეგი არის. შეიცვალა ჩოკი დავაყენეთ უკვე კიქსის Highflyer X Full-ი, ვისვრით ბაშიერის 12 მარცვლიან 55 გრამიან ფინდიხს. ესეც სარსილმაზით ნასროლი 45 გრამიანი ბაშიერის 12 მარცვლიანი ფინდიხი კიქსის ჩოკით, კიქსი Highflyer X Full-ით. აი იდეალურად არის ნასროლი, იდეალურად არის ცენტრი აღებული. ძალიან მაგარ შედეგებს დევს კიქსის ჩოკები. თავის სტანდარტულ ჩოკებთან შედარებით. მოკლედ ეს იყო ბოლო ნასროლი. შეფასებები თავად გააკეთეთ. ამ თოფთან დაკავშირებით, ჩოკებთან დაკავშირებით და ვაზნებთან დაკავშირებით. კარგად ბრძანდებოდეთ.